Vremya Novostia-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ნიკოლაი სიმაკოვმა საქართველოს ტერორისტების მომზადებაში დაადანაშაულა. სიმაკოვის თქმით, ჩრდილო კავკასიაში მოქმედი ბოევიკები წვრთნას საქართველოში გადიან. რას პასუხობს საქართველოს მხარე რუსეთის მორიგ ბრალდებას და როგორ აფასებენ ექსპერტები რუსეთის ამ განცხადებას, იხილეთ ანით ამაზაშვილის რეპორტაჟში. რუსეთის მხარე საქართველოს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნიკოლაი სიმაკოვმა გაზეთ Vremya Novostia-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. სიმაკოვის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ბოევიკები წვრთნას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სპეციალურ ბანაკებში გადიან. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილია სპეციალური ბანაკები, სადაც ბოევიკებს ამზადებენ. იქ კრებენ კავკასიელებს, როგორც წესი დამნაშავეებს, ან მათ ვინც სამართალს ევროპის ქვეყნებში ემალებოდა. მათ ამზადებენ და ჩვენთან მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან აგზავნიან. ნიკოლაი სიმაკოვის თქმით, რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მცირე ხნის წინ შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ერთი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა. შეტაკებისას ასევე დაიღუპა ერთი ბოევიკი, ხოლო ორი თავდამსხმელი დააკავეს. დაკითხვის დროს გაირკვა, რომ მათ ავსტრიასა და საფრანგეთში ცხოვრების უფლება ჰქონდათ. ისინი იქ ექსტრადირებულმა ორგანიზაციებმა გადაიბირეს და საქართველოში გაუშვეს, რათა შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ემოქმედათ. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სიმაკოვის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს. ბაქრაძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერორისტების მომზადებაში დადანაშაულება არის ერთგვარი მცდელობა პასუხი გაეცეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საქართველო დასახელებულია როგორც სანიმუშო ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლაში. ძალისმიერი სეპარატიზმის, ეთნიკური წმენდის და ტერორიზმის წახალისება არის ის პოლიტიკა, რომელიც მათ ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ ჩრდილო კავკასიაში. ამიტომ მიზეზები უნდა ეძებონ საკუთარ პოლიტიკაში და არა საქართველოში. საქართველოში ტერორისტები არ არიან და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის პირველ რიგში შეერთებულმა შტატებმა, რომელიც წარმოადგენს ლიდერ ქვეყანას ტერორისტთან ბრძოლის საკითხებში, ამის თაობაზე ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ექსპერტი მამუკარიშიძე ნიკოლაი სიმაკოვის განცხადებას ტერორისტების საქართველოს ტერიტორიაზე მომზადების შესახებ რუსეთის მორიგ პროპაგანდად აფასებს და აცხადებს, რომ ეს სავარაუდოდ საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დასუსტებისკენ არის მიმართული. განუწყვეტლივ აცხადებს, რუსეთის მხარე ასეთ რამეს უკვე დაახლოებით 10 წელზე მეტია. და მხოლოდ ბანკისის ხეობას ასახელებს ხოლმე როგორც გეოგრაფიას აი ამ ტერორისტული ბანაკების განლაგების. სხვა ჯერჯერობით არაფერი არ უთქვამს. აქედან გამომდინარე, ეს ნათქვამი ზოგადი რომ საქართველოს ამზადებს, ჩვენთვის არის ესე იგი ეჭვს შესატანი, იმიტომ რომ თუ არ თქვი სად არის და როგორ არის, მაშინ რა იძახე რამდენი. ამიტომ მე ვთვლი, რომ მაინც ეს პროპაგანდის ნაწილია და რეალობიდან გამომდინარე ნათქვამი. ეს კეთდება იმის, რომ საქართველოს იმიჯი იყოს მუდმივად შელახული და საქართველოს იყოს ისე ვთქვათ, სამსოფლიო საზოგადოების ცნობიერებაში დარჩეს როგორც ტერორისტების მფარველი ქვეყანა. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა სურს. ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს ინტერესებში ტერორისტების მომზადება არ შედის, რადგან ეს ყველა საერთაშორისო კანონით იკრძალება. საქართველოს არაფერში არ აწყობს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რაღაც ბოევიკები მზადდებოდნენ, იმიტომ რომ ეს რომ ვინმემ გაიგოს, მარტივად რომ თქვა და იცით რომ არსებობს ტექნიკური საშუალებები, რომ ამის აღმოჩენა არც ერთულია. მაშინ საქართველოს იმიჯი სერიოზულად შეელახება პირველ რიგში, იმიტომ რომ ისინი ჩვენი ხელისუფლება გამოდის, რომ ტერორისტებთან თანამშრომლობს. ტერორიზმი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია. ვინც არ უნდა იყოს, ვისაც არ უნდა ებრძოდეს და რა ფორმაც არ უნდა ქონდეს. ამიტომ ამ რისკს ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ არ წავა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს. მსგავსი განცხადებები რუსეთის სხვადასხვა უწყების მხრიდან წლების განმავლობაში მუდმივად კეთდება. ბოლო ამგვარი განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პანკიში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაიყვანა და ხეობა დაათვალიერებინა. ბოლო დროს ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის განახლების საშიშროება შექმნა. ქართველი ექსპერტები კავკასიაში მოსალოდნელ კონფლიქტის შესახებ უკვე საუბრობენ. სომხეთიც და აზერბაიჯანიც 1 და 4 სექტემბერს მომხდარ სისხლიან შეტაკებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ქართველი ექსპერტების შეფასებით კი კავკასიაში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში საქართველო ამ კონფლიქტში შესაძლოა ჩართული აღმოჩნდეს. ვის აწყობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლება და რა შედეგი დასრულდა რუსეთის პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტით იკა ანდღულაძე კი ამბობდა.
კავკასიაში ომის საფრთხეზე ქართველი ექსპერტები უკვე აქტიურად საუბრობენ. მთიან ყარაბაღში რამდენიმე დღის წინ სომეხ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის სისხლიანი შეტაკების შემდეგ გაჩნდა კითხვა, ხომ არ განახლდება ყარაბაღის კონფლიქტი და ხომ არ გადაიზრდება ის ომში. საზღვარზე მომხდარ შეტაკებებში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. მაგალითად 4 სექტემბერს აზერბაიჯანული საინფორმაციო წყაროები წერდნენ, რომ შეტაკება, რომლის დროსაც 3 სომეხი და 2 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, სომეხი ჯარისკაცების მიერ იყო პროვოცირებული. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ეს ინციდენტიც და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც ორივე ქვეყნის მხრიდან კონფლიქტის გაღრმავების სურვილზე მიუთითებს. სიტუაციის პროვოცირება მოხდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ბაქოს უნდა სწეოდა რუსეთის პრეზიდენტი. იმის გათვალისწინებით, რომ რამოდენიმე დღით ადრე მედვედევი იყო ერევანში, ორმხრივი ეჭვიანობა ბაქოს და ერევნისა მოსკოვის მიმართ საჭიროებდა რაიმე ტიპის კონკრეტულ რეაგირებას სწორედ რუსეთის არსებულ ვითარებაზე. მე ვფიქრობ, ეს ცეცხლი უპირველეს ყოვლისა ორმხრივი სურვილია პრობლემის აქტუალიზაციის, რათა კარგად იყვნენ გარკვეული ერევნის და ბაქოს ხელისუფლებაშიც რისი მაქნისია და რისი არა თავად რუსეთი თავისი ორმაგი და ცხადია მზაკრული პოლიტიკით. ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ თუ კონფლიქტი განახლდება, ამაში რუსეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. სომხეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რუსეთი ომის დაწყების შემთხვევაში ვალდებულია სომხეთს სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადოს. მამუკა არაშიძის თქმით, საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად რუსეთი ყოველთვის ხელს უწყობდა კავკასიაში კონფლიქტების წარმოქმნას და შესაძლოა ახლაც იგივე მეთოდი გამოიყენოს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ საქართველო მეზობელი ქვეყნების კონფლიქტში ჩართვას თავიდან ვერ აიცილებს და ის სავარაუდოდ მხარს აზერბაიჯანს დაუჯერს. მამუკა არაშიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლება თანადგომას აზერბაიჯან-თურქეთის კოალიციას გამოუცხადებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა გააფორმა ხელშეკრულება, შემდეგ უკვე სომხეთმა და რუსეთმა გააფორმეს ხელშეკრულებები, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ერთგვარი დაპირისპირებული ბანაკების დაპირისპირების წინაშე ვდგავართ. ასაკურველია ნებისმიერ სიტუაციაში რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება საქართველოს შეეხება რას იზამს. ეს იქნება ეკონომიკური თვალსაზრისითაც და პოლიტიკური თვალსაზრისითაც და არ არის გამორიცხული საქართველოს ჩათრეული აღმოჩნდეს ამ კონფლიქტში. ყოველ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც უნდა ეს ომი, საქართველოს ჩათრევაც უნდა ამ კონფრონტაციაში, ეს ფაქტია. ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის გაღრმავებას ისიც ადასტურებს, რომ ბათუმში ჩასულ ილხამ ალიევს მიხეილ სააკაშვილმა კონფედერაციის შექმნა შესთავაზა. კონფედერაციის შექმნის შემთხვევაში ორივე ქვეყანა საერთაშორისო სივრცეში ერთ სამართლებრივ სუბიექტად იქნება წარმოდგენილი. სააკაშვილის შეთავაზებაზე ილხამ ალიევის საბოლოო პასუხი ჯერჯერობით უცნობია.